საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანცვლილებებსა და ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის პროცესის თაობაზე საერთაშორისო გამჭოლობა საქართველოს წარმომადგენლებმა აჭარაში მოქმედა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან უკაცრავად საჯარო შეხვედრა გამართეს. წელს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიახლის წარმოადგენს ბიომეტრიული სიები, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით ცვლილებების ეფექტურობის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია. საუბარი ასევე პარტიების დაფინანსებისა და უფასო პოლიტიკური რეკლამის საკითხებსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი 2013 წლის 7 მარტს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად შეიქმნა და ის საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებითაა დაკომპლექტებული. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა საკითხებია უკვე შეთანხმებული, არის იგივე საარჩევნო სიებზე უკვე ჩამოყალიბებული აქვს ინტერფრაქციული ჯგუფის პოზიცია, რომ იქნება ბიომეტრიული სიები მომავალი არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი საკითხები უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილია, თუმცა ჯერჯერობით ეს არნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, ეს ჯერ კიდევ ინიცირების პროცესშია. არის თემები, რომლებზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, როგორც არის ადმინისტრაციული რესურსები, მედია რეგულაციები. არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული წინააღმდეგობები აბსოლუტურად მისაღებია ჩვენთვის, თუმცა საერთო ჯამში ვფიქრობ, ახალი რეალობიდან გამომდინარე აუცილებელია ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც ამ შემთხვევაში ერთ გამარჯვებულ პარტიას, ოპოზიციისას, რომელიც არის წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციებშიც და ადგილზე უბნებშიც იქნება წარმოდგენილი, ჰქონდეთ უფრო მეტი საშუალება ოპოზიციურ პარტიას დააკომპლექტოს, თქვათ, იგივე დივნის კანდიდატურა იქნება ეს საარჩევნო პროცესში თუ სხვა აი ამ ტიპის საქმიანობა.